გამარჯობა, ეთერშია ჩვენი პოდკასტი ჯანმრთელობის მატრიცა, რომლის სპონსორიც გახლავთ კლინიკა ნეოლაბი და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან აქტუალურ და საინტერესო თემაზე, ეს არის ჰერპეს ვირუსული ინფექციები. ერთ შეხედვით, ჰერპესი სიტყვა, როდესაც ადამიანს ესმის ყველას პირველი წარმოდგენა რაც უჩნდება, ეს არის რომ როდესაც ტუჩზე გამოდის მაგალითად გამონაყარი, რომელიც სხვადასხვა სტრესის, გაციების დროს როგორც წესი მწვავდება ხოლმე, მაგრამ ამ ჰერპეს ვირუსულ ინფექციებში ძალიან ბევრი ამ ოჯახში, ამ ვირუსების ოჯახში ძალიან ბევრი ვირუსი შედის და სწორედ ამ ვირუსებზე ვისაუბრებ ჩვენ, რამდენად საშიშია ეს ვირუსები, ხდება თუ არა ამ ვირუსების განკურნება და ზოგადად როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, როდესაც ჰერპესის გამწვავება მიმდინარეობს. მაია პუწაშვილი და მე გავუძღვებით დღევანდელ პოდკასტს. მაია, მოგესალმები, ძალიან საინტერესო თემაა და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ ადამიანს დაინტერესებს ეს, იმიტომ რომ ჰერპესი, ვთქვათ ისიც, რომ ზრდასრული მოსახლეობის 90%-ზე მეტ ადამიანს აქვს და ეს არის ვირუსი, რომელიც ერთხელ, როდესაც DNM ვირუსია, რომელიც ერთხელ თუ ინტეგრირდება ორგანიზმში, ის უკვე აღარ გამოდის ორგანიზმიდან და მისი სრული განკურნება ყოველ შემთხვევაში დღევანდელი დღის მონაცემებით მედიცინას არ გააჩნია. და პირველი დავიწყოთ, მოდით ეს მარტივი ჰერპესი, რომელიც ტუჩის ჰერპესის სახელით არის ცნობილი და ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს. როგორ ხდება ამ დროს, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი პირველ რიგში? სანამ ამაზე გადავალთ, ერთი მინდა დავაკონკრეტო, როგორც ჩვენ თქვი შესავალში, რომ ჰერპესის ჯგუფში შედის ბევრი ვირუსი და ეს ცალკეული თითოეული ვირუსი იმხელა თემაა, ჩვენ ამას დღეს ნამდვილად ვერ მიმოვიხილავთ და ჩვენ ალბათ უნდა ვკონცენტრირდეთ დღეს ეგრეთ წოდებულ მარტივი ჰერპესის ვირუსზე, რომელიც ჩვენ თქვი, რომელიც ზოგჯერ სულ არ არის ხოთი შორის მარტივი და მაგაზეც ვილაპარაკებთ. მაგრამ ჯგუფზე უბრალოდ ვახსენოთ რა ინფექციები შედის და ამაზე მე ცალ-ცალკე მოგვიწევს ლაპარაკი, იმიტომ რომ და დასაწყისისთვის უბრალოდ უნდა ჩამოვთვალო, რომ სიტყვა ჰერპესი ყველა მიცის, მაგრამ ბევრმა არ იცის ის, რომ ჰერპესი ქვია სხვა ვირუსებსაც ჯგუფს და ამაში შედის ეპშტეინ-ბარის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი, ჩუწყვავილას ვირუსი, მე-6 ტიპის ჰერპესი, მე-7 ტიპის ჰერპესი, მე-8 ტიპის ჰერპესი. მოკლედ ეს არის ჯგუფი, რომელშიც ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი ინფექციაა. აი მაგალითად ეპშტეინ-ბარის ვირუსი, რომელიც იწვევს ყველასთვის ნაცნობ დაავადებას მონონუკლეოზს, ეს ამაზე ერთი პოდკასტი ალბათ კარგი იქნება, იმიტომ რომ ყველასთვის ძალიან საინტერესოა, მაგრამ ყველა ამ ვირუსს ჩვენ დღეს რა თქმა უნდა ვერ შევეხებით. ამიტომ ამ ჯგუფის პირველ და მეორე წარმომადგენელს მარტივი ჰერპესი პირველი ტიპი და მეორე ტიპი შევეხოთ ამას. და შენს კითხვას რომ დაუბრუნდეთ, ანუ ტუჩის ჰერპეს უმრავლეს შემთხვევაში იწვევს მარტივი ჰერპესის ვირუსი ტიპი 1. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ტიპი 2-მაც გამოიწვიოს, რომელიც ისე ჩვეულებრივ თავის მხრივ არის გენიტალური ჰერპესის, ანუ სასქესო ორგანოების ჰერპესის გამომწვევი, მაგრამ მცირე პროცენტში შეიძლება პირიქითაც მოხდეს პირველი ტიპის ჰერპესმა გამოიწვიოს გენიტალური და მეორე ტიპის ტუჩის ჰერპესი. კი. მაგრამ ეხლა ამ მაშინ აქვე ერთ შეკითხვას დაგისვავ ხომ? მეორე ტიპის ჰერპესი, მოდი ესეც ვთქვათ, რომ გარკვეულწილად არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაც, ხომ? ძირითადად სქესობრივი გადამდებია, კი. თუ მეორე ტიპის ჰერპეს ვირუსული ინფექციით არის გამოწვეული ტუჩის ჰერპესი, ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე? შეიძლება მაგალითად ორალური სექსის დროს გადავიდეს. შეიძლება უბრალოდ ადამიანმა ხელითაც გადაიტანოს, ანუ გენიტალური ორგანოებიდან ინფიცირდეს სახე. ასეა თუ ისეა, ყოველ შემთხვევაში მაინც აი გენიტალურ ჰერპესი უფრო მეტად მეორე ტიპით არის გამოწვეული, მაგრამ ამას თითქოს რაღაც ესეთი სამეცნიერო ღირებულება კი არა აქვს მარტო რატო ვყოფთ პირველია, მეორეა, რატო უნდა იყოს ეს ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი. არა და არის, იმიტომ რომ აი მაგალითად ხშირად ლაბორატორიებში ანალიზს რომ იკეთებს ადამიანი, სისხლის ანალიზს ანტისხეულებზე, ხო? იქ წერია, თუ დააკვირდებიან ადამიანები, ვინც ჩაიტარა ეს ანალიზი და ბევრი ადამიანი იტარებს, ერთიანი და ორიანი, ან დრობით ანტირეთი. ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანმა გაიკეთა ჯამურად პირველი და მეორე ტიპის საერთო ანტისხეულების ჯამური. და არის დადებითი და მე არის წიოკი, რომ აი ამ ადამიანს ჰერპესი აქვს. როგორც დავიწყეთ ჩვენი პოდკასტი, მოსახლეობის 90%-ზე მეტს, მოზრდილი მოსახლეობის
ჰერპესი სისხლში ქონია, აქვს ანტისხეულები, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ეს პირველი ტიპის ჰერპესზე მოდის. ამიტომ აი ესეთი სისხლის ანალიზი, რომელშიც წერია, რომ ადამიანს აქვს რაღაც ჰერპესი, ჯამური, პირველი მეორე ტიპის, ეს მაინც და მაინც დიდ ინფორმაციას არ გვაძლევს. ჩვენ თუ მაგალითად გვაინტერესებს ადამიანს არის თუ არა მტარებელი გენიტალური ჰერპესის. ყველაზე მეტად ეს აწუხებთ ხოლმე ადამიანებს, მაშინ ცალ-ცალკე უნდა გაკეთდეს მეორე ტიპის და მეორე გენოტიპირებას რაც შეეხება. მაგრამ ამას დიაგნოსტიკაზე ცოტა კიდევ უფრო დაწვრილებით ვილაპარაკებთ, ცოტა ამოვარდი ახლა მე თანმიმდევრობიდან და ისევ მივყვეთ ალბათ სიმპტომებს, ხო, როგორც დავიწყეთ და შენ ტუჩის ჰერპესით დაიწყე. ნუ ტუჩის ჰერპესი ვიზუალურად არის თქვათ რაღაც ისეთი ცუდი შესახებ. ცუდი შესახებ ადამიანი უფრო წვალობს იმით რომ არ მოწონს თავისი შესახედაობა და ნუ ეს ანერვიულებს. გამწვავებულიც მინახავს და როდესაც აი ეს ტუჩის ჰერპესი ძალიან მწვავდება, შეიძლება მაგალითად ცხვირის ღრუშიც კი ავიდეს, პირის ღრუშიც და ძალიან დიდი მოცულობაც კი დაიკავოს სახის კანის. კი. და მისი მძიმე ნევროლოგიური გართულებებიც არის ეს ხო ცოტა ცალკე, მაგრამ ტუჩის ჰერპეს რაც შეეხება ზუსტად ეგ არის თემა ჩვენი ინფექციონისტების ამოცანაც ეგ არის თუ ექიმების რომ მკურნალობის როგორც დავიწყეთ ჩვენ პოდკასტი რომ ვირუს კი ვერ აღმოუხვრით სისხლიდან მთლიანად ანტივირუსული მკურნალობით შეიძლება უბრალოდ ის დათრგუნული იყოს რომ მინიმუმ არ მოხდეს მაგალითად მისი აი ესე ფართო გავრცელება. როდესაც ადამიანებს პირველად ემართებათ ჰერპესი და მას პირდაპირ ესე ქვია პირველადი ჰერპესი. ანუ სისხლში რო აქვს და ის უმწვავდება, იმაზე კი არ ვლაპარაკობ, ახლა აი არ ქონია არასოდეს და დაემართათ პირველად. ის ხშირად მძიმედ მიმდინარეობს და განსაკუთრებით ეს არის ხოლმე ბავშვებში, მოზარდებში და ახალგაზრდებში, ანუ ვისაც არ ქონდა ანტისხეულები და დაემართა ჰერპესი. და ასეთ დროს შეიძლება აი ძალიან მძიმე ესეთი წყლულოვანი, საკმაოდ სერიოზული მაღალი სიცხით მიმდინარე ინფექცია იყოს და ასეთ დროს ხოლმე მაგალითად აი მშობლები ძალიან შეშინებულები არიან რომ კიდევ რო გაუმეოროს. კიდევ ალბათ გაუმეორებს ბევრს. ოღონდ ესეთი აღარ იქნება. კარგი, აქვე მინდა შეკითხვა დაგისვა. ძირითადად აი როდესაც ტუჩის ჰერპესზე ვსაუბრობთ, ამ ტუჩის ჰერპესის გამწვავებას ატრიგერებს ხოლმე რაღაც ფაქტორები. ეს არის მაგალითად ბანალური ვირუსული ინფექცია, მაგალითად შეიძლება გრიპის ვირუსმა დაატრიგეროს, ან თქვათ რაღაცა სხვა ვირუსმა ცალკე. შეიძლება ეს იყოს სტრესის დროს განვითარდეს, ხომ? ანუ აღნიშნავენ პაციენტები და კვლევებიც ამაზე მიუთითებს, რომ აი თქვათ სტრესის დროს შეიძლება განვითარდეს. ასევე ტემპერატურა ამინდზეც დამოკიდებულია, თქვათ აი ხშირად ადამიანები, რომლებიც ირუჯებიან, მაგალითად ან პირდაპირ მსისხიობის ზემოქმედების ქვეშ არის ულტრაისფერი ხო, ანუ მაშინ ხდება ხოლმე ამ ჰერპესის გამწვავება და ალკოჰოლის მოხმარებაც მაგალითად ამას ხელს უწყობს. ყოველ შემთხვევაში ლიტერატურაში ასე წერია. ყველა ჩამოთვლილი ასეა ზუსტად. კი, პაციენტები ზუსტად ამას ამბობენ ხოლმე, რაღაცას ემთხვევა. ულტრაისფერ სხივებს, ტემპერატურაზე აქ ამინდზე ნაკლებად არის. ულტრაისფერ სხივების პირდაპირ ზემოქმედება, სხვა რომელიმე დაავადება, სტრესი, მენსტრუაცია ქალებში და ასე შემდეგ, konkret რაღაც ეს ალბათ, მოდი ვთქვათ, რომ იმუნიტეტი ძალიან турბულენტური არის ადამიანის ორგანიზმში და როდესაც ვთქვათ იმუნიტეტთან დაკავშირებით რაღაც ტიპის турბულენცია მიმდინარეობს, მაშინ ხდება ამ ჰერპესის გამწვავება? კი, ოღონდ აქ რახან იმუნიტეტზე ჩამოვარდა ლაპარაკი, ძალიან ხშირად თითქმის ყველა ადამიანი მეკითხება, რომ ესე იგი მე რადგან ჰერპესი გამომდის, ცუდი იმუნიტეტი მაქვს და ამიტომ რაღაცა იმუნიტეტის მასტიმულირებელი წამალი უნდა დავლიო? და ბევრი ასვამს რაღაც გაურკვეველ დამაშელო პირიქით გამოიწვევს. კი, და ჩვენ ერთხელ არასაჭირო მკურნალობის პოდკასტი ვქონდა და იქ ვთქვით, რომ ბევრი ადამიანი არასწორად სვამს რაღაც გაურკვეველ იმუნოსტიმულატორებს. ცინკის პრეპარატები უყვართ ხოლმე. ნუ ცინკს კიდე არა უშავს, აქ აი არის მაგალითად აი რუსული წარმოების რაღაცა უცნაური ეგრეთ წოდებული იმუნოსტიმულატორები. მოკლედ, აქ ლაპარაკი იმაზე არ არის, რომ ამ ადამიანს უფრო ცუდი იმუნიტეტი აქვს, ვიდრე სხვა. საერთოდ არ არის ესე. აქ ლაპარაკი იმაზეა, რომ კონკრეტულად აი ამ რაღაც ერთ რგოლზე ლაპარაკი, რომელმაც უნდა აკონტროლოს ჰერპესის ვირუსი. თორე შეიძლება ეს ადამიანი მაგალითად უფრო გამძლე იყოს დიარეით მიმდინარე დაავადებების მიმართ, სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნიტეტი შეიძლება უფრო ძლიერი იქონდეს და ასე შემდეგ. ანუ იმუნიტეტი ხო ძალიან კომპლექსური რაღაცაა და ეს არ ნიშნავს თუ ჰერპესი გამოსდის, რომ სუსტი იმუნიტეტი აქვს. სულაც არ ნიშნავს ამას და შეიძლება პირიქით ბევრ სხვას, ვისაც ჰერპესი არ აქვს, იმას ჯობნიდეს ამ ადამიანის დამცველობითი ძალები. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჰერპესი როცა გამოსდის ადამიანს, სულაც არ ნიშნავს, რომ
დაიწყოს ფიქრი, რომ რაღაცით იმუნიტეტი უნდა გაიძლიეროს. კარგი, ხო, მაგრამ ანუ ჩვენ თქვით ესთეტიკურ ნაწილსაც შევეხეთ და ესთეტურად ძალიან ისეთი ცუდი შესახედია, ხო? ასევე ჰერპესიან, ტუჩის ჰერპესიან ადამიანს რომ გადაკოცნა ჩვენ ქართველებს კულტურაში გვაქვს, ხო? ანუ ჩვენს კულტურაში არის და თქო ჰერპესიან ადამიანი რომ გადაკოცნო ამ შემთხვევაში რისკები თუ იზრდება გადადების ერთი ადამიანიდან მეორეზე რო გადავიდეს ეს ტუჩის მარტივი ჰერპესი და აქვე შეკითხვა მინდა დაგისვა ეს რომ არ გამწვავდეს მაგალითად ანტივირუსული მკურნალობა უნდა დაინიშნოს თუ არა პირველივე გამონაყარის დროს, როდესაც ჩდება ტუჩზე ჰერპესი, როდესაც ჩვენ ვიცით რომ აციკლოვირი, ვალაციკროვირი და ასე შემდეგ ინიშნება დაავადების დროს. გადამდები არის, რა თქმა უნდა, ძალიან ადვილად გადადის წვეთებით და კანის პირდაპირ შეხებით, გადაკოცნად შეიძლება იყოს რისკ ფაქტორი. ანუ კოცნაობა, მოდი ესე პირდაპირ ვთქვათ, ადამიანს თუ ჰერპესი აქვს, არ უნდა აკოცოს მეორე ადამიანს. კი, მაგრამ აქ ლაპარაკი იმაზეა, რომ როგორც ჩვენ დავიწყეთ, მოზრდილი მოსახლეობის უმრავლესობას ისედაც უკვე აქვს ანტისხეულები. ამიტომ ჩვენ ხო გახსოვს ერთხელ ჩავწერეთ პოსტინფექციური იმუნიტეტის პოდკასტი და იქ ვთქვით რომ კარგია რომ ადამიანებმა იცოდნენ რაზე აქვთ ანტისხეულები. ეს მარტო ჰერპესს არ ეხება და ბევრ სხვა ინფექციას და ეს გარკვეულად სიმშვიდის საშუალებაა. მაგალითად ჩვენ თუ ხედავთ ადამიანს რომელსაც აქვს ტუჩის ჰერპესი და ჩვენ ვიცით რომ გვაქვს ანტისხეულები ჰერპესის მიმართ, აღარ გვაქვს პრობლემა ამ ადამიანთან კონტაქტის რომ გადაგვედება მისგან ტუჩის ჰერპესი. ჭიქა საერთო მოხმარების ნივთები თუ არ გაქვს ანტისხეულები, ბუნებრივია გადადებს ერთი ადამიანი მეორეს. მაგრამ აი ამ რაღაც გაურკვეველ და ტყუილაში ფოთვას ჯობია ვიცოდეთ ერთხელ და სამუდამოდ თუ გვაქვს ანტისხეულები, აღარ დაგვემართება ჰერპესი. ეს სხვა ჰერპესებსაც ეხება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ჩუტყვავილა ზოსტერის ვირუსი, ეპშტეინ-ბარის ვირუსი და ასე შემდეგ. თუ ჩვენ ანტისხეულები გვაქვს, აღარ მოვერიდებით ამ ინფექციების მქონე ადამიანებს. გასაგებია, თუმცა დასაწყისში ვთქვით, რომ ანტისხეულების არსებობა არ ნიშნავს, რომ ეს დაავადება არ შეიძლება გამწვავდეს ჩვენ ორგანიზმში, იმიტომ რომ ეს ნერვულ უჯრედებში ინტეგრირდება ეს ვირუსი და სხვადასხვა ფაქტორის გამო ისევ შეიძლება, ვთქვათ, გამწვავდეს. ხო, აი, შესაძაც ჩუტყვავილა გადატანილ ადამიანებს და სამწუხაროდ საქართველოს ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ არის დღემდე და ვერ იცრებიან ბავშვები, შეიძლება უკვე მოზრდილ ასაკში, ვისაც ჩუტყვავილა აქვს, ხომ, გადატანილი დაემართოს ჰერპეს ზოსტერი, ხომ? ეს ნექტარკალთან, რომელიც ძალიან საშინელი არა მარტო ნექტარკალთან, სხვადასხვა ნერვების გაყოლებაზე, შეიძლება სახის ფორმა ძალიან რთული, მაგალითად ბარძაყის ნერვის მიდამოში, ბევრი სხვადასხვა მიდამო შეიძლება, მაგრამ ხო, ერთ-ერთი ხშირია ნექტაშუა ნერვების გასწვრივ. და აი ანტისხეულების დაცვაზე მინდა გითხო, აი ანტისხეულების არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ შენ აღარ დაგემართება ეს ჰერპეს ვირუსული გამოვლინება ჰერპესის არ გექნება? როდესაც ანტისხეულებზე ვლაპარაკობდით, ეს მოვაყოლეთ ჩვენ იმას სხვისგან გადმოგიდება თუ არა. ανტისხეულების არსებობა არის იმის გარანტია, რომ სხვა ადამიანისგან არ დავინფიცირდები. ეს განმარტებისთვის, რომ მაყურებელი არ დაბნეულიყო. თორე ჩვენივე ვირუსი, რომელიც ჩვენთან ერთად ჩნდება, ის შენ თავიდან რომ თქვი, რომ ინტეგრირდება და ჩვენთან ერთად ცხოვრობს, ამ ფორმას ქვია სამედიცინო ენაზე ლატენტური ინფექცია. ანუ ლატენტური ინფექცია არის ინფექცია, რომელიც სულ გვაქვს ჩვენ და შეიძლება პერიოდულად გამწვავდეს. უბრალოდ ეს ძალიან ისეთი დიდი გადადება აღარ მოხდება ერთი ადამიანიდან მეორეზე თუ გვაქვს ანტისხეულები. თორე კიდევ მეორე, ხო, რა თქმა უნდა, შეიძლება გამწვავდეს ჰერპესი მაგალითად. აქაც ჰერპესის ჯგუფში სხვადასხვანაირებია ეს ვირუსები, მაგალითად ეპშტეინ-ბარის ვირუსი თავიდან ვერ გამწვავდება. ერთხელ თუ გადაიტან, კი რჩება ჩვენთან ერთად ლატენტური ფორმით, მაგრამ მისი ხელახლა რეაქტივაცია უკიდურესად იშვიათია, აი უკიდურესად, ანუ მეორეჯერ ვერ გაგვიმწვავდება მონონუკლეოზი და ეს ბევრს ეშინია. ამის ხოლმე და სულ მეტნაკლები ხარისხით მწვავდებიან ამ ჯგუფის ვირუსები. ჩუტყვავილა ზოსტერის ვირუსს ერთხელ შეუძლია გამწვავება ჩუტყვავილას გადატანის მერე, ერთხელ შეიძლება მოიქნიოს კუდი და ზოსტერის სახით წეღან რაც ვახსენეთ. ძალიან იშვიათად შეიძლება ორჯერ და სამჯერაც მაგალითად აი ინფიცირებულ პირებში და სხვა იმუნიტეტის დაზიანებით მიმდინარე დაავადებების დროს. მაგრამ პირველი და მეორე ტიპის ჰერპეს, ანუ ტუჩის და სასქესო ორგანოების ჰერპეს ასე დავარქვათ, გამწვავებები ძალიან ხშირად შეუძლია. ყველაზე მეტად ესენი მწვავდებიან
სხვა ამ ჯგუფის ვირუსებთან შედარებით. თუმცა ძალიან ბევრი ადამიანია ისეთი, ვისაც აქვს ლატენტური ინფექცია, ანუ ანტისხეულები რო გაუკეთოთ, აღმოაჩნდება, მაგრამ არასოდეს ცხოვრებაში ტუჩის ფორმა არ ქონია. ასევე არიან ადამიანები, ვისაც სისხლის ანალიზით გამოუვლინდებათ მეორე ტიპის ჰერპესი. მაგრამ გამოვლინდება არა. მაგრამ სასქესო ადამიანები არიან ეს ადამიანები. აი უყურე რა მინდა კითხო, თქვათ მეორე ტიპის გენიტალიური ჰერპესის არის დადებითი ამ შემთხვევაში და გამოვლინება არ აქვს ადამიანს, ეს ადამიანი გადადებს თუ არა მეორე ადამიანს ამ ჰერპესს. ნაკლები ალბათობა ვიდრე გამონაყრის მქონეს, მაგრამ არის კი და სწორედ აი მაგალითად აქვე მოვაყოლებ. აი მაგალითად თუ ორსულს აქვს თქვათ მანამდე დავასწრებ და დიაგნოსტიკაზე ვიტყვი, იმიტომ რომ ჭირდება ამის თქმა. ჰერპესის დიაგნოსტიკაზე ჩვენ ახლა სულ ლაპარაკობდით სისხლის ანალიზზე. სისხლის ანალიზი მხოლოდ გვიჩვენებს ანტისხეულებს. მაგრამ ჩვენ თუ გვინდა დავადგინოთ ადამიანს აქტიური ჰერპესი აქვს თუ არა, იმიტომ რომ ჰერპესული ბუშტუკები ბევრ სხვა რამეს შეიძლება გავდეს. უნდა გავაკეთოთ PCR ტესტირება. ბუშტუკში იქნება ეს ტუჩიდან, ცხვირიდან, პირის ღრუდან თუ სასქესო ორგანოდან, მასალას ვიღებთ, ვაკეთებთ PCR კვლევას. PCR კვლევა კარგად იცის უკვე ჩვენო მოსახლეობამ COVID-ის გამო, ეს COVID-ის PCR-ი არ არის, რა თქმა უნდა, ჰერპესის PCR-ზე ვლაპარაკობთ. ზოგადად PCR-ი ოქროს სტანდარტია დღეს მედიცინაში, დიაგნოსტიკაში. თან PCR-ს კარგი ის აქვს, რომ დიფერენცირებას აკეთებს პირველი ტიპის და მეორე ტიპის. და გენიტალური ორგანოებიდან, ლორწოვანიდან ვიღებთ ხოლმე მასალას PCR კვლევისთვის და აი მაგალითად ზოგჯერ განსაკუთრებით ორსულებში ეს მნიშვნელოვანი აღმოჩნდება, რომ აქტიური გამომყოფია ჰერპესის მეორე ტიპის ჰერპესის ვირუსის ქალი არა და შეიძლება გამონაყარი არ აქვს და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ნაყოფი თუ გაივლის სამშობიარო არხს, პლაცენტაზე არ გადადის შორის. სამშობიარო არხს თუ გაივლის, ანუ მშობიარობის დროს ქალს თუ აქვს PCR-ით დადასტურებული აქტიური ჰერპესული ინფექცია, სიმპტომური იქნება თუ ასიმპტომური, ბავშვი არის რისკის ქვეშ, რომ დაინფიცირდეს. და რეკომენდაცია ასე დროს როგორი არის, რომ საკეისრო კვეთა გაკეთდეს თუ ანტივირუსული მკურნალობა ჩაუტარდეს? ორივე მიდგომა არსებობს, რომ ბოლო კვირებში ჩაუტარდეს ანტივირუსული მკურნალობა ასეთ ქალს, ან ჩაუტარდეს საკეისრო კვეთა. თუ ისედაც რაიმე სხვა ჩვენებით საკეისრო კვეთა ჭირდება, ნაყოფზე გადაცემის რისკი არ არსებობს. არა და სხვადასხვა ორსულებზე მაინც კიდე მინდა გამოვყო ტუჩზე არაერთხელ არის ესეთი შიში და რაღაც პანიკა, რომ ქალს ტუჩზე ორსულს ბუშტები აქვს ჰერპესული და ეშინიათ, რომ ბავშვზე რამე პრობლემა შექმნის. არავითარი. თუ ეს არის პირველადი ინფექცია, ანუ ქალს ცხოვრებაში პირველად დაემართა ორსულობის დროს, ისევ მივადექით პოსტინფექციური იმუნიტეტის კვლევის საჭიროებას. ორსულმა აუცილებლად უნდა იცოდეს დაორსულებამდე რაზე აქვს ანტისხეულები. თუ იცის რომ აქვს ჰერპესზე ანტისხეულები, მერე ორსულობის დროს ეს ბუშტები რამდენჯერაც არ უნდა გამოვიდეს, ის ნაყოფთან ვერ აღწევს, პლაცენტიდან ვერ გადავა. პლაცენტარულ ბარიერს ჰერპეს ვირუსი არ გადის. გამწვავების დროს აღარ ხდება ნაყოფზე არავითარი რისკი. პირველადი ინფექციის დროს გარკვეული რისკი არსებობს, მაგრამ აქ ბავშვისთვის პრობლემას წარმოადგენს მეორე ტიპის ჰერპესი გენიტალური მშობიარობის დროს. ასეთ შემთხვევაში შეიძლება სერიოზულ პრობლემასთან მქონდეს საქმე, ნაყოფი დაიბადოს თანდაყოლილი ჰერპესული ინფექციით, რომელიც შეიძლება ჰერპესული ენცეფალიტით, ანუ თავის ტვინის ანთებით გართულდეს და ძალიან მძიმე შედეგები მოიტანოს. ამიტომ კარგია რომ ორსულმა იცოდეს, არის თუ არა ჯერ მტარებელი მეორე ტიპის ჰერპესის გამომყოფი და თუ ასეა, მაშინ შესაბამისი ღონისძიებები უნდა მოხდეს. ისევ ორსულებზე რახან ვლაპარაკობთ, კიდევ ერთი მომენტია. კარგია რომ წყვილმა იცოდეს ისევ პოსტინფექციური იმუნიტეტზე ვამახვილებ ყურადღებას. წყვილმა თუ ორივე მიცის სტატუსი მისი და აღმოჩნდება რომ მაგალითად მამაკაცს აქვს მეორე ტიპის ჰერპესის ვირუსი და ქალს არა. ასეთ წყვილს ვეძახით დისკორდანტულ წყვილს. ანუ რისკია რომ ორსულობის დროს გადაედოს პარტნიორისგან ვირუსი. ასეთ შემთხვევაში კონკრეტული ღონისძიებებია გასატარებელი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ორსულობის დაგეგმვამდე ორივე პარტნიორის ინფექციური სტატუსი სხვადასხვა ინფექციურ დაავადებებს. გასაგებია და მოდი ის გენიტალურ ჰერპესს დაუბრუნდეთ ხომ?
ეს დაავადება შეიძლება ძალიან მწვავედ მიმდინარეობს და ადამიანის ხანგრძლივ ტანჯვას იწვევდეს. აი, ნამდვილ ტანჯვაში არიან ბევრნი კი. ხანგრძლივ ტანჯვას იწვევდეს, ხომ? ამ შემთხვევაში მკურნალობა როგორი არის? აი, ყოველდღიური მკურნალობა ინიშნება ასეთ პაციენტს თუ როდესაც არ ხდება აი მოცილება ამ გამონაყარის. რამდენიმე ვერსია. თავიდან, როდესაც პირველად არის ხოლმე გამონაყარი, გენიტალურზე ვლაპარაკობთ ახლა ჩვენ. გენიტალური გამონაყარი როცა არის, ინიშნება ანტივირუსული მკურნალობა, ხშირ შემთხვევაში შეიძლება საერთოდ აღარც კი გამოუვიდეს, ანუ გამწვავება აღარ დადგეს. მაგრამ ასეთი ადამიანები უფრო ნაკლებია სამწუხაროდ. უფრო მეტ შემთხვევაში იქნება გამწვავებები. ეს გამწვავებები ზოგჯერ ესეა ხოლმე, რომ მაგალითად აქვთ წელიწადში ერთხელ, ორ წელიწადში ერთხელ და მერე რაღაც მომენტში პაციენტი ამბობს, რომ ძალიან გახშირდა. და ზოგჯერ ისე ხშირდება, რომ უკვე ფაქტიურად შუალედებიც კი აღარ არის, ისე ებმევა ერთმანეთს და ეს მართლა ძალიან ტანჯავთ ადამიანებს. თუ ასეა და რამდენიმე ანტივირუსული მკურნალობის ციკლის მერე მაინც ვერ მივახციეთ შუალედების გახანგრძლივებას, ჩვენი ამოცანა რომ გამწვავებებს შორის შუალედები გავახანგრძლივოთ მკურნალობით და ინტენსივობა არ მოიმატოს, თქვათ, აი მაგალითად თუ თქვათ აი ქალის შემთხვევაში, ან თუნდაც მამაკაცის შემთხვევაში, თქვათ ზოგჯერ არის ასოს თავზე გამონაყარი ან ქალს სასქესო ბაგეებზე და ანალურ მიდამოშიც გადადის და მოკეთ ფართოვდება ეს არეალი. არის ზოგჯერ იშვიათი შემთხვევები, მაგრამ მაინც რომ შარდის ბუშტის პრობლემებსაც იწვევს, გავრცელდება შინაგან ორგანოებზეც ეს ჰერპესის ვირუსი და ძალიან სერიოზულ პრობლემებს იწვევს. მოკლედ, ანტივირუსული მკურნალობა თუ ესე გამწვავებების არ არის ეფექტური და მაინც ძალიან ებმევა და შუალედები ცოტა, პაციენტი უნდა გადავიდეს ეგრეთ წოდებულ სუპრესიულ თერაპიაზე. ეს ნიშნავს, რომ მცირე დოზებით ანტივირუსულ მკურნალობაზე ადამიანი სულ თვეების განმავლობაში, აი მაგალითად 6 თვის განმავლობაში, მერე შეიძლება ხოლმე ზოგჯერ შეჩერდეს და ინახოს. დააკვირდე, თქვა, წამოვა ისევ თუ არ წამოვა. სამწუხაროდ უმრავლეს შემთხვევაში ესეა, რომ სანამ სუპრესიულ თერაპიაზე არიან, გამწვავებები არ არის ხოლმე. მაგრამ როგორც კი გავაჩერებთ, ისე ვიჩენს თავს ესეთი ადამიანებიც ბევრია, მაგრამ კარგი ის არის, რომ ამ ჯგუფის პრეპარატები, აი ვალაციკლოვირი ახსენეთ, აციკლოვირი, გვერდმოვლენა მინიმალური აქვს, ამიტომ კარგად გამოსაყენებელი პრეპარატებია და არ გვეშინია მათი ხანგრძლივი გამოყენება, თუმცა რაღაც მინიმალური კონტროლი რა თქმა უნდა ჭირდება თირკმლის ფუნქციის და ასე შემდეგ. კარგი, ჰერპესთან დაკავშირებით, ანუ ჩვენ როდესაც ვთქვით, რომ თქვათ ახალშობილებში რისკია, რომ თქვათ ჰერპესის თმის მიერ გამოწვეული ენცეფალიტი მოხდეს, ხომ? ეს მარტო ახალშობილებშიც არა, ხომ? აი არის თუ არა საპროფილაქტიკო მკურნალობა, ჰერპესის საწინააღმდეგო საპროფილაქტიკო მკურნალობა, თუ უცნობი ეტიოლოგიის ხელებით მოდის პაციენტი, რომელსაც თქვათ ძლიერი თავის ტკივილები აქვს და ამ შემდეგ ანუ ემპირიულად რომ ეს გამოურიცხოთ არის თუ არა ეს ჰერპესიდან გამოწვეული თქვათ ენცეფალიტი რომ დამნიშნოთ ჰერპესის საწინააღმდეგო მკურნალობა და რა დროს არის მიზანშეწონილი ეფექტური რომ ეს მკურნალობა დაიწყოს. თუ არის ეჭვი ნეიროინფექციაზე, ანუ ცენტრალური ნერვული სისტემის ინფექციაზე და სიმპტომები ამას გავს, მაშინ სანამ საბოლოო დიაგნოზი გაირკვევა, მოწოდებულია პირდაპირ ანტივირუსული მკურნალობის დაწყება, ხშირ შემთხვევაში ინტრავენური ფორმით. მაგრამ ამასობაში უნდა გაირკვეს ჰერპესთან გვაქვს საქმე თუ არა, იმიტომ რომ ცენტრალური ნერვული სისტემის, ანუ ენცეფალიტი, მენინგიტი შეიძლება როგორც ვირუსული იყოს, ისე ბაქტერიული, ტუბერკულოზური და ასე შემდეგ. და ჩვენ რა თქმა უნდა, თავიდან უნდა მოხდეს ანტივირუსული მკურნალობის მაინც დაწყება, მაგრამ მერე უნდა ხდებოდეს გარკვევა რა არის მიზეზი. ანუ ვიწყებთ ყველა ვარიანტში, მაგრამ მერე მიზეზის დადგენიდან გამომდინარე, ან წყვეთ, ან ვაგრძელებთ ამ მკურნალობას. ანუ მიზეზის დადგენა ზამკვლევი არის პირდაპირ გაიდლაინი, რომ როდესაც ეჭვი არის რომ არის ეს ენცეფალიტი თუ მენინგიტი რაღაცა ბაქტერიით თუ ვირუსით, მაინც ვიწყებთ ჰერპესის საწინააღმდეგო მკურნალობას. კი, თუ ექიმს, ნევროლოგს ან ინფექციონის გენერალური ეჭვი აქვს, რომ შეიძლება იყოს ჰერპესი. და შემდეგ უკვე თავზუყნის სითხეში ხდება როგორ PCR ტესტირება ნებისმიერ ბიოლოგიურ მასალაში შეიძლება მათ შორის თავზუყნის სითხეში და თუ ჰერპესის ვირუსი გამოვლინდება, მაშინ გრძელდება ანტივირუსული მკურნალობა. ნუ სამწუხაროდ ეს დაავადება, ანუ ცენტრალური ნერვული სისტემის ჰერპესული ინფექცია, მკურნალობის გარეშე ძალიან ხშირად იძლევა მძიმე შედეგებს და მკურნალობითაც კი ზოგჯერ მაინც რა პროცენტია ეფექტი
მკურნალობის შემთხვევაში ზოგჯერ შეიძლება 30%-ში ან სერიოზული გართულებები ან მძიმე შედეგით დასრულდეს. ასაგზე მკითხე შენ ეს ჩვენ წეღან რომ ვლაპარაკობდით თანდაყოლილ ჰერპესზე, ეს ცალკე საკითხია. ისიც შეიძლება წავიდეს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით, მაგრამ ისე პირველადი ჰერპესი ნებისმიერ ასაკში შეიძლება გართულდეს ენცეფალიტით. ბავშვებშიც და მოზრდილებშიც. ამიტომ პირველადის დროს თუ ამის დეტექციას მოვახდეთ, მნიშვნელოვანია რომ ანტივირუსული მკურნალობა დაინიშნოს, ხო? კი. იცი რა არის, ეხლა საზღვარგარეთ არის ხოლმე ძალიან ხშირად თხოვენ ხოლმე ჩემი მეგობრები, როდესაც ვარ, არ ვიცი აქ იყიდება თუ არა, ყოველ შემთხვევაში ადრე ბევრი ჯამ მქონდა იმ ადამიანებისთვის, რომელსაც ჰერპესი ჰქონდა, ეს ტიპი. მე მინდოდა მეხსენებინა ზუსტად. და ძალიან ეფექტურია. ძალიან კარგია და ხსნაა პირდაპირ. ეს ისე ვიძახი, ეს იმ ხალხისთვის და ესეთი რა თქმა უნდა ძალიან ისეთი კოსმეტიკური ეს არის პრობლემა და ეს დასაწეპებელი გაჟღენთილი ანტივირუსული მალამოთი და თან თავის ეფექტი აქვს, ანტივირუსული მალამოა და თქვათ ეფექტი ადგილობრივი მკურნალობის აქვს და თან ვიზუალურად ფარავს და კარგად აქ უჭერთ ხოლმე ამის შოვნა და კარგი იქნებოდა მართლაც რომ იყოს ეს საშუალება და ამ ადამიანებისთვის ძალიან დიდი შეღავათია. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს სანამ დავასრულებთ, ალბათ ბოლოსკენ მივდივართ, თვალის ჰერპესი, ერთი კიდე დიდი სფერო ჰერპესთან დაკავშირებული პრობლემების და ეს პირველი ტიპი იწვევს თვალის ჰერპესს თუ ორივე შესაძლებელია და როგორც ვთქვით, ეს ძალიან კომპლექსური ვირუსია და ძალიან ბევრ რამეს აფუჭებს სამწუხაროდ. შეიძლება გამოიწვიოს თვალის ჰერპესს. ძალიან ბევრი ესეთი ადამიანი, რომელიც აი გაუთავებლად იტანჯება რაღაც თვალის გაურკვეველი პრობლემით, უტარდება რაღაცა სხვადასხვა ჩაწვეთებით ან დასალევი პრეპარატებით და ამ დროს ეს არის ჰერპესი. ჰერპესული ინფექცია, თვალის ჰერპესიც ხშირად გამწვავებებით მიმდინარეობს და ბევრი გამწვავების შემდეგ შეიძლება მხედველობის სერიოზული პრობლემა გამოიწვიოს და აქაც დიაგნოსტიკა იგივეა, PCR კვლევით. ანუ თვალიდან აღებულ მასალაში უნდა ჩატარდეს PCR კვლევა და თუ დადასტურდება ჰერპესი, უნდა დავიწყოთ მკურნალობა. ანტივირუსული მკურნალობა ისევ და ისევ გამწვავებების დროს. და აქვე ამ მკურნალობაზე როდესაც ვაუბრობთ, ვთქვათ ისიც რომ ანტივირუსული მკურნალობის დაწყების დროს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რაც უფრო ადრე დაიწყება, უფრო მეტად ეფექტურია, ხომ ეს მკურნალობა. თუ მაგალითად თუ ბუშტუკებზეა ლაპარაკი, თუ ბუშტუკები აღარ არის და უკვე ფუფხებით დაფარვა დაიწყო, იქ ანტივირუსულ მკურნალობას არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს. ანუ ვირუსზე ზემოქმედება უნდა მოხდეს შესაბამის დროს, თორე ეს ვირუსი უკვე თუ გადადის თავის ცხოვრების იმ მდგომარეობაში, სადაც იმალება უხეშად რო ვთქვათ, იქამდე ეს პრეპარატი მას ვერ მიწვდება, ასე ვთქვათ, შინაურულად რო ვილაპარაკოთ. ამიტომ გამწვავებები, იქნება ეს გენიტალური თუ სახის მიდამოში თუ სადაც აქვს ადამიანს ხშირია სხვა შორის დუნდულებზე ჰერპესი მეორე ტიპით გამოწვეული, ამითაც ბევრი ადამიანი წვალობს, დისკომფორტულია, თუ თვალის ჰერპესი თუ ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია რომ პირველივე დღეებში დაიწყოს მკურნალობა ხოლმე და ბევრმა სხვათა შორის ისეთი ის აქვთ აურასავით იციან უკვე რომ აი ჰერპესი გამომივა. გარკვეული სიმპტომები აქვთ ან წვა თუ რაღაცით ხვდებიან. ჩხლეტა. ამ დროს თუ დაიწყება კიდე უკეთესი იქნება. და ბოლო შეკითხვით მინდა ვფიქრობ, საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და ბოლო შეკითხვა მინდა დაგისვა. თუ მიმდინარეობს კვლევები, რომ სრულად მოხდეს ელიმინაცია ვირუსის, იმიტომ რომ ახლა აი გენური რედაქტირების თერაპიები ძალიან აქტუალურია, ძალიან ბევრი კვლევა მიმდინარეობს და აი თუ მოხდება ისე რომ აი გამოაღვიძო ეს ვირუსი ორგანიზმში და შემდგომ მოკლა შოკისა და მკვლელობის მექანიზმი რომ გამოიყენო, აი მოხდება სრული ელიმინირება, ფიქრობ ჰერპეს ვირუსის. არა, ძალიან დიდხანს არ მოხდება. მაგრამ რეალურად რო ვილაპარაკოთ, ჩვენ არც არის საჭიროება. ხო, თუ კარგად მართავთ და სწორად დავსვამთ დიაგნოზს და სწორად მართავთ, ეს ის ვირუსი არ არის, რომლის გამოც, ეხლა კიდევ მეორებ, ჩვენ მძიმე შემთხვევებზეც ვილაპარაკეთ. მაგრამ ცოტა პროცენტული მაგრამ ის გამწვავებების დროს არ არის. ეს მძიმე შემთხვევები თითქმის ყოველთვის დაკავშირებულია პირველად ინფექციასთან. მაშინ ვაქცინა უნდა არსებობდეს, რომ ადამიანებს პირველად ინფექცია აღარ დაემართოთ. თორე თუ ჩვენ იმაზე ვლაპარაკობთ, რომ უკვე დამართებულ ინფექციას ვეჭიდაოთ, რომ მისი ინტეგრირება დავასრულოთ და ამოვძირკოთ ორგანიზმიდან, ეს ჯერთ ისედაც ძალიან თითქმის მიუღწევადი ამოცანაა დღევანდელი მდგომარეობით და მეორეც არ არის ეს იმდენად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შემდეგი რეციდივები, ანუ გამწვავებები
მართვადია და სიცოცხლისთვის საშიში უკიდურესად იშვიათია. მე ვფიქრობ, რომ რაღაცა მექანიზმის მოგონება, თქვა, შეიძლება იყოს აი ამ ინტეგრირებულ ვირუსებზე, რომელიც ერთი მექანიზმი თუ მეცნიერები გამოიყენებენ. ერთი მექანიზმი ვერ იქნება, იმიტომ რომ აი ინტეგრირებული ვირუსები, რომლებია, ხო, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, B ჰეპატიტი, ჰერპესები, ლატენტური ფორმით ინტეგრირებულს ნუ დავარქმევთ. ესენი ლატენტური ინფექციებია, აი ტუბერკულოზი, მაგალითად ლატენტური ტუბერკულოზი. მათი მექანიზმი ჩვენთან ერთად ცხოვრების სხვადასხვაა. ამიტომ ეს ერთი რეცეპტით მათი განკურნება ვერ მოხდება. კარგი, მადლობა. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ჩვენი მაყურებელი ძალიან საჭირო რჩევებს მიიღებდა ჰერპესთან დაკავშირებით და ძალიან ბევრი ადამიანიც იტანჯება მაგალითად ტუჩის ჰერპესით. ისე კაცებში და ქალებში გადანაწილების რამე სამეცნიერო მტკიცებულება არსებობს თუ არა? არა. თანაბარია დაახლოებით. და ერთი შეკითხვაც, აი თუ ჰერპესი გვაქვს, აი ქალს, როდესაც ჰერპესი გამოდის, ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ რაღაცა თქვა ტონალური კრემით ახდენენ მის დაფარვას, რომ ეს ამ დროს რამდენად დასაშვებია ეს, რომ აქტიურ ჰერპესულ გამონაყარზე თქვა ან პუდრი მიიყარო, ან ტონალური წაისვა. ახლა მუდმივად არ უნდა იყოს დაფარული და ჯობია ჰაერზე ღიად იყოს, მაგრამ როცა საზოგადოებაში გასვლა უწევს ადამიანს, ახლა ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში არაფერი ისეთი არ შევდება და ეს დისკომფორტი ვიზუალური ჯობია რომ დაიფაროს, რა თქმა უნდა. ანტივირუსული კრემებიც არის, ხო? თქვა და ეს კრემების და ეს დასაწევრებლები წეღარაზეც ვილაპარაკეთ და ერთს დავამატებ და დავასრულოთ. ჰერპესი გენიტალური ისევ და ისევ კიდე ერთი რამის გამოა პრობლემური, რომ ჰერპესის მიერ დაზიანებული ლორწოვანი ადვილად შეღწევადია შიცის ვირუსისთვის. ამიტომ ვისაც მორეციდივე ჰერპესი აქვს გენიტალური, მაღალია ალბათობა აი ინფექცია დაემართოს. მადლობა, ვფიქრობ ძალიან საინტერესო რჩევები მივეცით დღეს ჩვენს მაყურებელს და მე მინდა აქვე ვთხოვო, რომ გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, ჯანმრთელობის მატრიცა, ეს ჩვენთვის არის ძალიან დიდი мотиваცია და ბევრი საინტერესო თემით დაგიბრუნდებით მომავალში. გემშვიდობებით ერთი კვირით. მადლობა.